საუკუნეს გავჩნდი მეოცეში სტუმრად დავალ ქართულ სიტყვას სულ გავლექსავ სანამ სამარეში ჩავალ სიყვარულის მგოსანი ვარ მელექსიარ დამგლებია სულ მზად ვიყავ ვინც რამთხოვა რუსთაველის შვილობილი და მეორე საიათნოვა რუსთაველის შვილობილი და მეორე საიათნოვა ნახე ეთიმ სიყვარულმა რა გიყო ჭიქის მაგიერ ხელში ვარდი დაგაჭერი გალამაზია სისხამდილით ორთა ჭალაში შენთვის დავკრიბე ჯერ დილის ცვარინას ფურცლებზე არ შეშრობია როგორც ჩემს ლექსებს ცრემლების დენა რას დარდო ბეთი ჩემს თავსავს ტირი უშენობით რა ეშველება ნე საბრალო შენი ღირსი განავა რი დაგნიშნო ბეჭედიც რომ არ აქვს მე შენი ლექსი მირჩევნია სხვების ჩინმეტყე მიჭირიმე ჩემო ხატო ჩემო ღმერთო შენ სურათზე ცანთლად ვენთო გთხოვ წყალობა გაიმეტო ლამაზების პრეზიდენტო ლამაზი ვარ და კიდეც მიხარია ერთი ვინმე დამიხია ძალიან ვერ კურნავენ რაც ექიმნი არიან ეთიმ გურჯო შენთვის არამცალიან მე მიყვარხარ გატყობ შენ გეზარები შორიდან მწვალ ახლოს არ მეკარები ცნობის დღიდან მიმიხურე კარები გარე გარე თვრალი დავიარები ბევრი იწვის ჩემს სახელის მენაზე მოჩვენება ვარ ქვეყნისა სცენაზე ერთი ძლიერ დამიჩაგრავს ყველაზე ეთიმ გურჯსა ვაწერი ვარ ენაზე კარგი იყო არ გამეცან თავი და შუა ზღვაში გათამაგდე ნავიდან ჩემი გული შენ დაკოდე დახიე ხელებს სითბობ ცეცხლის ალში გამხვი ეთიმ გურჯო წარეცრემლი დინამე მოგიშალე სახლი კარი
ვინა მე ხნიერი ხარ სად შენა და ვინა მე სულ არ გესმის შემი წერა კითხვები რატომ მიყვარ ხარ რატომ არ მეკითხები მე მაისის ყვავილით მშვენი ვარ იეთიმ გურჯო შენთვის ცეცხლის გენი ვარ არ დამწყებ ბოლოს მაინც შენი ვარ აი ნეტაო მოხდეს თეთრი კაბა ჩემზე შავად შაგეგებოს მე ახალი დარდი მიყიდია წყალში ვდგევარ ცეცხლი მიყიდია ტოლსტოი შეეკითხნენ როგორ მოგწონთ მაქსიმ გორკი როგორც დაბალი წრიდან გამოსულ მწერალს არაუშავს რა ლენაჩარსკის აზრით ტოლსტოიმ ეს განზრას თქვა შუვრაწყობისათვის საქართველოში გულწრფელად უნდა ვაღიაროთ რომ ამ დაბალი წრიდან გამოსულ ზოგიერთ მწერალს არამც თუ არაუშავს ბევრს დიდ მწერალსაც არ შეცდება მათთან ერთად ყოფნა საწიგნე რაფაზე. ერთი მათგანია იეთიმ გურჯი. ვახტანგ გოდედიშვილმა მხატვარი ფიროსმანი იეთიმ გურჯი ადარა. შედარება სწორია და მარტებული. ორივე შემოქმედება ერთი წიაღიდანაა წარმოშობილი. ორივე პრიმიტივია. თუ საწყალი ნიკალა ერთი ლარჟოის საფასურში მიკიდებს კედლებს ულამაზებ და იეთიმ გურჯის ცოცხალი ციტატებით მოფენილია თბილისის ღვინის სარდაფები. კაცო, ფასი იცოდე, ქუდი რომ დაგიხურია, ყველა თანაბრად გიყვარდეს, ქართველ სომეხი ურია. ყველას სიკვდილი მოგველის, რადგან დაიღო შურია. იეთიმ გურჯი ნამდვილი ბოჰემა. სადაც დამესი გამიტენდეს, იქ იყოს შემი მიწა. სამშვილის სიტყვები ისეთ გამოჭრილია მის ხოვრებაზე, ნაბად სამოიხურავს და ჰაიდა მიდის. თვითონაც არ იცის სად, რისთვის, ღმერთო, ჩემზე მოიცალე. ამ სხვა კიდევ დაბადია, ყველას მიესიხარული მეგი ერთი ნაბადია. ჩემთვის კვირა არ გათენდა, ყოველი დღე შაბათია, უპატრონოს მე მინახავს ჩემი მოწმე ნაბადია. ცოცხალ დროს რომ ეკალს მესვი, კვდარს ვარს რომ დამადინია. ზედ კუფოზე დამაფარე ისევ ჩემი ნაბადია. ბედი ჩემი ვერსად შემხვდა, ვერ მპოულობს ბრმა ბადია, ზამთარ ზაფხულს მე მინახავს ჩემი შავი ნაბადია. იეთიმ გურჯს სოფლადაც არაფერი აბადია, ერთმანეთს არ შევდებით მე და ჩემი ნაბადია. იეთიმ გურჯი თურქული სიტყვა ნიშნავს სოფლ ქართველს. იგი მართლაც ადრე დაობლდა, სულ პატარა იყო, როცა მამა გარდაიცვალა. დედაც გაუთხოვდა და იეთიმმა მარტო შესდგა ფეხით ცხოვრების კვარცხლბელზე. იეთიმ გურჯი ძველი ხარფუხელია, დაიბადა დაბრის ღარიბ ოჯახში 1875 წელს. სკოლა თვალით არ უნახავს, წერა-კითხვა ქაღალდის პარკებზე შეისწავლა. იეთიმს კარგი ხმა ჰქონდა, დააყავდათ ქორწილებში და მაშინდელი პოეტების ლექსებს ამღერებდნენ. თვითონაც დაიწყო ლექსების წერა. ნელ პოპულარობდა და პოპულარულიც გახდა. ხალხი აღდაცებით ამბობდა, იეთიმ გურჯი მოდის, იეთიმ გურჯი მღერის, იეთიმ გურჯის ხმა, იეთიმ გურჯი ნახე. იეთიმ გურჯი ნახე, იეთიმ გურჯი კეიპობს, იეთიმ გურჯი კეიპობდა. იეთიმ გურჯი კეიპობდა. იეთიმ გურჯის სანახავად,
გებნებ ქალაქში მაცხოვრებლები ეთინ გურჯი გეიფობსო რა უბნიდან აღარდა საიდან აღარ მოდიოდნენ მის თანახავად მის მოსასმენად ახლა კი ბატონებო და ქალბატონებო თქვენის ნებართვით მინდა თქვენს წინაშე წარმოვადგინო ანსამბლების სოლისტი პატივცემული ბატონი ელდა ჟეჟინაშვილი მრავალი ახალწელი და მრავალი ასეთი კაიდრები. ალბათ სამყაროს Mercedes, a
დამეთანხმებით რომ იგი მართლაც კეიფისთვის არის გაჩენილი. ეს მოხეტიარე ბოხება ნორმალურ მდგომარეობით ვერ მაყოფილდება. იგი კარგ გუნებაზე მაშინ არის, როცა მისი ნორმების სიყვარულით და ხმილით იწარმოება. შენ გადიდებ, შენ გიგალობ, შენი რწმენის ბერი ვარ, რა დღიდანაც გაგიცნობ ჩემი თავის მტერი ვარ. დავალღვინით მოწამლული, მარტო შენთვის მღერი ვარ. ერთი მგურჯი შენ მოჰკალი, ცოცხლი კუდრებში წერი ვარ. არის მშვენიერი სტრიქონები გავიხსენოთ. ლავზურ მუხტი, ფირუზი ხარ. ქვეყანას თვალში უზიხარ. ედემის თაფლის ბუზი ხარ, ლავაზებში ჯვრის ტუზი ხარ. ჩემო ხატო, ჩემო ღმერთო, შენ სურათზე სანთლად ვენთო, ვთხოვ წყალობა გაიმედო, ლამაზების პრეზიდენტო. ამბარცასა. ვიზიო პროსემოდორი პოდკასტი თქვენთან შესაძლებლად მომიწვიო არაჩვეულებრივი ადამიანი და პიროვნება და მინდა აღიაროთ ის რომ ბატონ ხრეზო მიშველაძეს 85 წელი შეუსრულდა და დაში ეს ვარს განსაკუთრებით და ისტორიას არჩევს გადავიდოდა ფილმში რა თქმა უნდა. როგორი ამაზად არის. ძალიან ხშირად მახსენებენ ჩემს 85 წელს. კიდევ კარგი რაც არ უნდა ვეცადო, ერთი მგურს ვეღარ დავეწევი. იგი 150 წლის არის. ერთი რამ უნდა ვთქვა. ძალიან ხშირად ახსენებენ ჩემო საყვარელო ბატონო თამაზ პრიმიტივისტი ფიროსმანი პრიმიტივისტი იეთიმ გურჯი აყვალა შენ პოეტი ხარ და წინვალე პოეტიც მე ჩემს აზრს ვამბობ მე ახალი დარდი მიყიდია წყალში მდგევარ ცეცხლი მიყიდია კარგი იყო არ გამეცან თავიდან ხელი მეკრა გადამეგდე ნავიდან ჩემი გული შენ მოკალი დახიე სამუდამო ცეცხლის ალში გამხვიე პრიმიტიულია ესა გენიალურია და პრიმიტიულია გაცო ფიროსმანის ნახატები ნახეთ მისი ფერები არავის რო არ გავს და სამუდამოდ რომ გულში ტვინში
ნერვებში, გრძნობაში შემოდის. ასე რომ კრიტიკოსების მიერ მოგონილი ეს საზიზღარი ტერმინი გადავაგდოთ. არავითარი პრიმიტივი არ არის და მით უმეტეს სიტყვა პრიმიტივი არ უხდება იმ კაცს, რომლის სახსენებლადაც ჩვენ აქ ამ სიცივეში შევიკრიბეთ 150 წლის იეთიმ გურჯის გასახსენებლად. თქვენ რომ წაიკითხეთ წყინვალე სტრიქონები და კარგად წაიკითხეთ, თქვენ მადლობა ამისათვის, ძვირფასო კაცო. საქართველოს იცის თავისი თქვენ როგორ იეთიმ გურჯი სადღაც შორეული საქართველოს კუთვნილებაა თავისი ნავდის ქუდით, თავისი ნაბადით და არასდროს მას კოსტუმი და გასტუკი არ ჩაუწვია. იყო თბილისის ტრუბადური, თბილისის მომღერალი, ჩვენი რთული ესტეტები, აი ამხელა დისერტაციებს რო გააშანშალებენ ხანდახან ძალიან პატარა საბაბი რო აქვთ ამისათვის მიაწებებენ ხოლმე ისე ეპიტეტს. არა ჩემო ზურბასები, ტრუბადური მომღერალს ნიშნავს და თბილისის დიდებული მომღერალი იყო. გრიშაშვილმა დაწერა წიგნი ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა და იქ ახსენა ისინი ყველა ერთნაირი სტილის იყვნენ. საიათნოვა, სკანდარნოვა, ჯორჯაძე, იათიმ გურჯი და სხვანი და სხვანი. გენაცვალე ჩემო ელდარ, როგორ კარგად ღეროდი შენ აქ 2 წუთის წინ წავიდა ელდარი? ღეროდი ზუსტად იეთიმ გურჯის ხმაზე. ეს სიმღერა პოეზიაში გადასული აღმოსავლეთიდან მოდის. მე ვყოფილ ვარ წყალსეთში, ინდოეთში, აღმოსავლეთის უამრავ ქვეყანაში, ეგვიპტეში და სხვაგან და ვუთქვამთ ხანდახან, აი პოეზიის საღამოზე წაგიყვანთო ბატონო, თქვენ რა წერათა კავშირის წევრი ყოფილხართ? მივედი და დგას მიკროფონთან, ეხა მიკროფონებია იეთიმ გურჯის დროს სად იყო და ღერის ერთი სიმღერა, მეორე სიმღერა, მესამე სიმღერა. მე ვთქვი ახლა შეიძლება ლექსს წაიკითხავს, ლექსს მოაყოლებს. ეს არისო ჩვენთან პოეზიის საღამოები ასე ტარდებაო. იეთიმ გურჯმა მთელი სამყარო შექმნა. თბილისის პოეზია იყო ნარევი, ნაზარები, აღმოსავლური, სპარსული და ქართული კულტურისა. ეს არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ერთხელ სინუკი დადიანი თუ გახსოვთ თქვენ, იყო ასეთი ულამაზესი ქალი და იეთიმ გურჯის სიმღერებს მღეროდა სცენაზე. ეხლა დადიანი, ხო, სულ სხვა საგვარეულოს წარმომადგენელი და წყინვალე არისტოკრატი, ლამაზი ქალი. საიდან იცი მე უთხარი? მეო იეთიმ გურჯს მოვსწრები ვარ. იეთიმ გურჯმა მასწავლაო და ის მიმოხვევა ხმისო,
სწორედ მთელი ცხოვრების მანძილზე ვცდილობ მას მივემსგავსო და თქვენ წარმოიდგინეთო მღერი ხანდახან სულ სხვა ჟანრის სიმღერას და ისე არ უხდება აუდიტორიას და ისე არ მოსწონთ როგორც იეთიმ გურჯის სიმღერებიო. როგორ ფიქრობთ, ეხლა ძალიან დიდი განსხვავება იყო დროში. ირაკლი აბაშიძემ მითხრა ერთხელ. აგერ ხო ირაკლი აბაშიძე დენდი, მაღალი, ლამაზი, სულ ასე ჩაკოსტუმებული კაცი. იეთიმ გურჯიო, ჩემი ძმაკაცი იყო. მე გამიგვირდა სხვათა შორის. როგორ რანაირად ერთხელ შემჩივლეო, მცირდები კაცო ესო ხერიო. სპორტისგან მიუხედავად თავისი სიმაღლისა და დონივით კაცი იყო, ძალიან შორს იდგა. ერთ მუღამს გასწავლიო, რო არ გაცივდეო. ირაკლი აბაშიძე მეუბნება მე, პატარაბის, აი ამ შენობაში, აქ. რა მეუთხარიო? ღამე სადაც წევხარ ოთახში, ფანჯარა დატოვე ღიაო. იმის მერე არ დაიჯერებ რეზო, მახსოვს ესო და ძალიან ხშირად თოვლი მოსულა და მე არ გამღვიძებია, აი ისე იდო ჩემს ბალიშზე და საწყოზე თოვლიო. ეს მაქვს იეთიმ გურჯისგან სახსოვრად. მე აცივდები მეთქი და არაო. ეხლა ეს იმიტომ გითხარით, რომ იეთიმ გურჯი ჩვენი თანამედროვეა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ტიციან ტაბიძე, პავლო იაშვილი, გალაქტიონი 130-ის, 135-ის, 140 წლის ბიჭები არიან უკვე. ჩვენ ვიხსენებთ ვანო მაჩაბელს, თავისთავად ილია ჭავჭავადეს, აკაკის, ყველა მაგრამ ვინც თბილისური ჰანგი, თბილისური სილამაზე პოეზიაში მოიტანა სიმღერად და ლექსად, აი ეს კაცი გამიხსენოთო. მადლობა თქვენ რომ მობრძანით. დიდება იეთიმ გურჯს. იეთიმ გურჯმა სიტყვის ბოლოს იცოდა შენ დაუკარ. დღევანდელ დღეს ჩვენს უსაყვარლეს იუბილარს მართალია ერთი გურჯი 150-ის გახდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავაჩვენებთ, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, რომ ბატონი რეზო რო გახდება 150 წლის, ისე მიგდებით მე და ბატონი რეზო აი აქ. კარგია. აუმარჯი. მაშინას დავაჯილდოებ. ეხლა დაჯილდოება ნუ გადამიტანეთ ეხლა 40. ბატონი მამია, ბატონი კი არის აქ. ჩვენი ორგანიზაციის წევრები, მართლაც საქართველოს არ წამწადეთ ჯილდოა ბატონი რეზო. არა, არ სათარველიო. არ დაბეკარგოთ. რომლებიც უამრავ კეთილ საქმეს აკეთებენ ქართული მწერლობისათვის, აი ნამდვილი ხელმოქმედები ეს ადამიანები არიან, იმიტომ რომ სწორედ ესენი გვიდგანა მხარში, როცა ჩვენ გვჭირდება ქართველი მწერლებისთვის ოქროს მედალია თუ ვერცხლის თუ რაიმე მნიშვნელოვანი და მათ საოცარი რა მოიფიქრეს დღევანდელ დღეს ჩვენს ძვირფას იუბილარს აჯილდოებენ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოთი. ვერცხლი არ მინდა, ვერცხლი არ მინდა. საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოება აჯილდოებს ბატონ რეზო მიშველაძეს წმინდა გიორგის ნიშნით. აი ეს ნიშანია. და კიდე ეს ჯილდო მიიღო ბატონმა ბაღათელ არაბულმა. მოკიდებული არ როგორ გიხდება ბატონო რეზო? აი ეს. ბატონი რეზო. ო, ორივე.
რა თქმა უნდა დააშით გამოვხატეთ თქვენის ნებართვით მინდა ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ბატონ ერეკლე სამიანის მიმართ და მოვიზიო თქვენთან შესაძლებლად ბატონ ერეკლე გთხოვთ სვანეთში იტყვია ყველაზე მეტად დაცული არის ის სახლი რომლის კარები მუდამ ღია ეს არის ერთი გურჯის პოეზია კარები არ იკეტება ღია გიწვევს და შენც შედიხარ ამ გამორჩეულ სამყაროში და თავისებ მას ბევრი თქვა თბილის ქალაქზე მის განსაკუთრებულ როლზე მის მნიშვნელობაზე და მე წინა გამოსვლისას ეს სიტყვები ვთქვი და გავიმეორებ კიდევ როცა დიდ რეჟისორს სერგო ფარაჯანოვს კითხეს ვინ ხარ თქვენ ეროვნებით მან უპასუხა თბილისელი არც ის უთქვა ან ქართველი ვარ ან სომეხი თბილისელი ეს გალოცვილი ქალაქი თავის წიაღში ხარშავდა ყველაფერს ერთად აქ ებრაელი სომხები აზერბაიჯანელები ბერძნები გვერდი ცხოვრობდნენ რუსები მოგვიანები მე ეხლა მოვაკვლევიებ მეგრელებს შენთან და მოკლედ ეს თლიანად იქნებოდა თან რა იყო გასაოცარი შალახო არ არის ქართულისა მაგრამ ჩვენ რომ წეყავთ შალახოს აი ეს არის ქართული ანუ რა ხდებოდა ყველა ერის კულტურას ქართველი თავის გადასახედიდან აღიქვამდა გარდაქმნიდა ქართულ წიაღში გაატარებდა და ამადაც იყო რომ თბილის ქონდა განსაკუთრებული დათვი ეთი გურჯი მოდის მოაქვეს თავისი ხმა სიმღერით შეფერილი და ამ ხმას მილიონ ხმაში გამოარჩი მე რომელი ერთი ლექსი მოვიყვანე ახალ გზების ძებნად წავალ საჩივლელად წაში აվել ადექი ახლა კაცი რო გეუბნება საჩივლელად წაში აվել შედის მონათლე პრიმიტივისტ არაბად რაც შეეხება თვითონ ფიროსმანს მე მან ციფრებს ერთი რამ შეიძლება პრიმიტივისტმა აი ასეთი საზრუნო სისტემა შექმნა როგორც ფიროსმანმა სამ განზომილებიანი სივრცეა მოცემული მის ერთ-ერთ ნახატში კეითობა თივზე ბუნებრივი ნაკადია ძლიერი ამ ორი ადამიანის შემოქმედებაში და ეს უქმნის თაბეჭდილებას გაუწაფავ გონებას
რომ პრიმიტივისტებთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტთან და გამორჩეული ხელწერის მქონე მხატვართან გვაქვს საქმე. კიდევ დღეს ეთიმ გურჯის ხსენება მაინც ჯობია თვითონ ლექსით ისაუბროს, ვიდრე ჩვენი სიტყვები. რად მორთულ ხარ შავად ჩემო დედავ, რად დამკირი წარედ საფლავ ზედავ, მიწაში ვარ თვალით ვერ ამხედავ, ქვადა ლოდი მაფარდა. ნიკოლოზ ბარათაშვილს საოცარი სიტყვები. არ არსებობს უფრო დიდი გამოგონება, ვიდრე ეს არის სასაფლაო. ეს არის ადგილი, სადაც აწმყო, ნამყო და მყობადი ერთმანეთს ხვდებიან. სადაც უკვე ადამიანი შეიცნობს თუ რა არის სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე დგომა. ეთიმ გურჯის პოეზიას ისიც ძლებს, რომ ეს არის ბედისწერის ორთა ბრძოლაში გამოწვევა. იწვევს ამ ბედისწერას, არებუება და მიდის თავისი მარცხალიქს. წერამ ნახეთ ჩვენ კადრები, ჯერ ჩვენი საოცარი ჰამლეტ გონაშვილი. რა საოცარი ხმით მღერის. ეთიმ გურჯის პოეზიას რო ეკადრები, სიმღერით ხატავს ამას და მეორე ჩვენი უნიჭიერესი მსახიობი ირაკლი უჩამეიშვილი მას ესეთი სახე არც შეუქმნია. მიუხედავად იმისა, რომ გვანებიურებდა თავისი უნიჭიერესი როლებით. იმიტომ რომ მე ვთხარი ერთხელ მას, მეგობრობდი უფროს, მეგობარი გახდა ბატონო ირაკლი, თქვენ აქ არ გითამაში. თქვენ თავად იყავით ის. ეთიმ გურჯი როია. და კიდევ თქვენ აგერ ლექსის კითხვის დიდოსატი ბრძანდებით აქ როგორ კითხულობს ეთიმ გურჯს. ხო კარგად კითხულობს სხვა პოეტებსაც, მაგრამ ესე არ ეთიმ გურჯსო წაიკითხავდა ირაკლი ტყვილი იყო. ესე არ და ბატონმა რეზომ მოიყვანა ერთ-ერთი ლექსი და მე გავაგრძელებ ამ ლექსს. სულ არ გესმის ჩემი წერა თქმები, რომ მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები, რომელ საჯულს თხოვს სამართალია, ვის შევჩივლობს რუსთაველი მე დღეს გამიგრძელდა სხვა ბოდის გიხდი, დღეს დღევანდელი გადასახადია. პოეტი არ არსებობს, შემოქმედი არ არსებობს, მარტო პოეტია, მხატვარი, მუსიკოსი, რომლისგანაც მე არ მესწავლოს. და ამაში მე საძარახის ვერაფერს ვერ ვხედავ. რა შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ დღეს ეთიმ გურჯის? ეთიმ გურჯი არის შემოქმედი, რომელიც ბუნებრივი ფეროვნობით რა შეიძლება ვისწავლოთ მისგან? შევდობა მის სახელს უფლის სიახში იყოს მისი სული დავანებული და ვისურვებდი, რომ აი ესეთ საქართველოში მოგვიწიოს ჩვენ ცხოვრება, სადაც
ჩვენს ამ უნიჭიერეს უდიდეს პოეტებთან ერთად ეთიკურსაც თავის საპატიო ადგილი ეთმობა დაფი. იეთიმ გურჯი ნამდვილი ყარაჩუმელი იყო. სიყვარულისა და სამართლიანობისთვის დაბადებული ლექსიც მოწმობს. ყარაჩუმელ კაცმა შექმნა, ყარაჩუმლებმა გამზარდეს. რაღაც მინდა მე კალამი მათი ქებაც თუ დამზარდეს, ვის უნახავს წმინდა ოქრო, აბანოს წყალში გარშავდეს და თვითმიდან უხისხე, თიხის ქოთად შეაფავდეს. ამ ხანაგის მოღალატეს დამარხველი არ აღყავდეს, ვინც პურმარილს დაივიწყებს სუფრაზე, თვალს დაუდნელდეს. იმას შვილად ვერ მივიღებ, წინაპრების საკვანს სვავდეს, სირცხვილი უთმის დედას, თავის მამის საფლავს ხნავდეს. გადიალდეს ის სამკოდი, ბულბული რომ გადაყვავდეს, მაშინ მოუხდეს იეთიმ გურჯი, როცა ლექსი გავთავდეს. მინდა თქვენის დაბართვით, თქვენთან შესახვედრად მოვიწვიო ბატონი ბანო ჭყიფაძე. მოგწევით. დიდი დღეა, რამაზი დღეა, სამახსოვრო დღეა, იცით რომ კაცი 150 წლის მერე გაიხსენებენ, ეს შეგას აღნიშნავს. ნუ ბევრი არაფერი მაქვს, საერთოდ მახსოვს ბავშვობაში, სოფელში, უბრალოდ რომ შეთრებოდნენ, არ შეიძლებოდა იეთიმის ტექსტი არ ემღერა. მე არ ვიცი, ალბათ ეგას გავუვა ამას, მაგრამ ერთი საოცარი სილიკონელი ეფერმენს როდესაც ყველა პოეტი ინახავს. სიყვარულის გოსანი ვარ, ვალამაზებ დედაენას. კაცი რომ დედაენას ალამაზებს, ამბობენ კაცი რა არის? ჩვენ ხო მაგიტო ვარ, თოწოდებული გულისაც ის მან ნამდვილია, მართლმწერელია, მაგრამ ის ვისახა რატო რა გაწოლე რა ხდება თავს რომ რა ალამაზებ დედაენას და ამ კაცმა თქვა კანონმეურებად ესეთი სხვა პოეტთან არ შეხვედრია. მერტმა მრავალ ჩვენ გასახსენებელი ხალხი და მე ეს მინდა რომ მაყოლას მადრობა გადავხადო რომ ესე იგი ვერაფერ მოიფიქრებდი თუ შეიძლებოდა და რატო ხდება ეს ჩვენ ხალხი და ეს არის კარგი დასაწყისი რომ კიდევ ბევრი ვინმე ყავს მაყოლა გასახსენებელი ერთად დაგვიწყო მინდა თვალყობწედის კავდადობა იტახიძე გამზადებელია ერთი გურჯის მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო მართლა ვღელავ იმიტომ რომ მე ჩემი თბილისი მიყვარს ეს საყოველთაოდ ცნობილია და ბევრი რაც შევძელი ის გამიკეთებია თბილისის სიყვარულით და თბილისის სიყვარულით რამდენიმე სიტყვა მე მინდა ვთქვა რამდენიმე წუთი მაჩუქეთ მე ავლაბარ პლეხანოზე გაზრდილი ვარ და ამან თავისი შესანიშნავი კვალი დამამჩნია რასაკვირველია და პლეხანოზე საოცარი სიარული მანერა ჰქონდა ბატონ ირაკლი უჩანეიშვილს არის ძლიერი არადროს აქ მიკროფონი საოცარი მანერა ჰქონდა ნუ ჩაცმულობის სტილი ერთი მაგრამ ნუ მე მაშინ ახლა 15-16 წლის გოგო როდესაც უკვე მივხვდი ვინ არის ირაკლი უჩანეიშვილი და სხვანი მარჯანიშვილის თეატრი ყველაზე ახლოს იყო და ნუ არ გამომიტო ზოგი 50 ჯერ მქონდა მგონი ნანახი სპექტაკლები მაგრამ ერთი საოცარი მოგონება მინდა გიამბოთ
Yetim გურჯი არ ვიცი, უთვალავჯერ დავესწარი ამ სპექტაკლს და მინდა გითხრათ რომ მამას მეგობარი იყო არაჩვეულებრივი საოცარი ქართველი და პოეტი ბატონი ოთარ მამფორია. და მე ბედნიერი ვარ მას რომ ვიცნობდი და ნუ არაერთ მამას მეგობარს ვიცნობდი, მაგრამ ბატონი ოთარი მაინც განსაკუთრებული იყო. რაღაცნაირი სხვანაირი ურთიერთობა იცოდა. ხო პატარა ვიყავი, მაგრამ რაღაცა სხვანაირ სიტყვას მაძლევდა. ეთყობა გამოყვაგედებას მთელი ცხოვრება. და რომელიღაც საიუბილეო სპექტაკლი იყო Yetim გურჯის. და ბატონმა ოთარმა მამა დაბადიშა, როგორც მეგობარი, მამამ კიდე მე დამბადიშა. და ჩვენ ორნი წავედით მარჯანიშვილის თეატრში, ნუ უკვე სადღაც 16-17 წლამდე ვიყავი და მაშინ ახლა მაინც ახლა მე არ ვიყავი გათამამებული რესტორნები და ბანკეტებით. ჯერ ერთი ვსწავლობდი და დაკვირვებული ვიყავი ძალიან. მაგრამ აღმოჩნდა სრულად შემთხვევით მე მაქვს ბატონ ოთარის წიგნი, ნაჩუქარი, შავყიანი, პირადად მისი ავტოგრაფი და წარწერით და ჩემდამი მოწყვლილი სიტყვებით. ეს ჩემი ერთ-ერთი საგანძურია, მე ძალიან ვუფრთხილდები და ნუ მიყვარს ეს ასეთი საჩუქრები უზომო. აი გადის წლები ისე როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა და რა უნდა დატოვო, რომ 150 წლის მერეც აღსოვდა და ბატონი ოთარ მამფორიაც არც საკმაო ხანია რომ ის აღარა მე ბავშვი გოგო ვიყავი ის რომ მახსოვს. და მოკლედ იმ საღამოს რომელიღაც საიუბილეო Yetim გურჯის სპექტაკლზე თაცმიდისკენ რომ მივდივართ, ახლა არ ვიცი რა ქვია ამ ქუჩას, ვიდრე გადაუხვევ სოლოლაკიდან თაცმიდის გზაზე, იქ იყო რესტორანი, აი თეთრი ფერის რესტორანი იყო და აი მახსოვრობა მოდი ბატონი ოთარი არის ერთი ორი ჯგისმერის ერთ ლექსებს კითხულობდა ბატონი ოთარი და აი ბატონი ირაკლიც იქიდან დარჩა ჩემს სიცოცხლეში მახსოვრობა. მაგრამ იცით რა არის აი ამ მინდა გაჩვენოთ ეს ფოტო, აი ამ მის ბიუსტთან, მის სკულპტურასთან ბევრჯერ მივსულვარ, ბევრი ფოტოები მაქვს, ნუ ეს ერთ-ერთი ფოტოა და აი აქ ჩამომჯდარს რამდენიმე ლექსიც დამიწერია. მე საერთოდ არ ვიცოდი წლების მერე თუ მომიწევდა 150 წლის იუბილეზე, მაგრამ მთელი ცხოვრება მომდევს მე ეს ადამიანი თავის სევდით, თავის სიყვარულით და როდესაც მე ვაბარებდი სამსახიობო ფაკულტეტზე, მაშინ პირველ ტურში წავიკითხე საათნავა, რა ზარბავი, რა ატლასი და მეორე ტურში სწორედ Yetim გურჯი წავიკითხე და აი ასეთის სიყვარულით მოვდივარ მთელი ცხოვრება. ახლა აი ამ კიბეებზე ჩამომჯდარს რა მაქვს და წერილი და რა მიოცნებია იცით? იმდენად მიყვარს Yetim-ი. მიოცნებია ბატონო ერეკლი ერთი წამი რა. მიოცნებია რომ Yetim-ს ჩემთვის მოეძღვნა, ვითომ მოეძღვნა ლექსი. ანუ რაღაც ტრიქონები მაინც და აი ასე რა კაცის ლექსი დავარქვი მართალია, მაგრამ უფრო Yetim-ივით დავარქვი და სინამდვილეში ეს არ არის ქალური, მაგრამ არის აი მინდოდა რომ ჩემთვის Yetim-ის სიყვარულზე დავლაპარაკებოდა და აი ახლა ამას გთავაზობ სიმღერითაც და ლექსითაც. გულში სახლი აგიშენე კოცნის ფერილიანებით, იაგუნდით დაგიმშვენე ზამბახებით მზიანებით, ძეწნა და მიირწეოდი და თვალში გედგა მაისები, ნება გაცილებდნენ ლაჟვარდები და ისები, ზარბავი და ხავერდები, მზის სადარი ირმისები, ცას შეზარხოშებული სიყვარულის ირისებით, მოგიხატე ყირმისები დუჩბაგენი აშიებში, ნეტარ მოგისაწნახელე მთვარის ნაირებში, ზარიფი და ექიათი, ბროწეული აბისები, შენი დარილიანები, ამბარჩა და ქარიტები, უზუნდა რა მინდები ანარადი თვალისები, კოცნის ფერი კიბეები, ღიმილები, ღამისები, ფარჩები და ატლასები, კაბაქობან ქალისები, Yetim-ივით მოგიკალმე უსტარები, ყალმისები, კარგი იყო, არ გამეცნე თავი და შუა წყალში
გადამაგდენ ნავიდან ჩემი გული შენ დაგოდე დახიე ხელებოსითო ცეცხლის ალში იეთიმ სარდარჩენია თავისი გზის გამგზელებელი. იეთიმი უკანასკნელი მოხიგანია ქალაქური პოეზიისა. იგი მიდის ძველ თბილისთან ერთად ისე, რომ უკან არ მოუხმია. ეს ნებართვით მინდა თქვენთან შესახვედრად მოვიწვიო ბატონი პალიკო ნოზაძე. რათა ჩვენი ლიტერატურული საღამო იოსებ მუშაშვილის თბილისის სახლში მიწვილი ესეთი დავართავოთ. დღევანდელი დღე ხომ თბილისზე უსაზღვროდ შემარებულ აშუღს, იეთიმ გულს, ობოლ ქართველს ეცნობა. ამოდისმეტებით დღევანდელ დღეს იეთიმ გულს შემოქმედებასა და თავს ბატონო პალიკო. გესალმებით. ჩემთვის ძალიან ძნელია დღეს თქვენთან ერთად გამოსვლა. იმიტომ რომ ეს დიდი ხელოვანი ხალხი, აი ეს დიდი ტაძარი, სადაც ჩვენ დღეს აქ ვართ და დღეს რომელიც კიდევ არის იმის დიდი მომავალი ხვალისა, ზეგისა, მადლისა, რომ ქართული ენა, ქართული მწერლობა აკეთებს კიდევ იმ საქმეს, რომელ საქმესაც ჰქვია ქართული ენისა და მწერლობის გადარჩენებს. დღეს ბედნიერი ვარ, რომ მე ქალბატონმა მაყვალა და თქვენ შემოკარგებო, ყველანი აქ მწერლები ხარ, შემოქმედი ხალხი ვართ, მე მსახიობი და 150 წელი გავიხსენეთ იმ დიდებული პიროვნებისა, რომელმაც შექმნა ეპოქა საქართველოში, აზერბაიჯანში და სასონხეთში ქართული კულტურისა, სომხური კულტურისა და აზერბაიჯანული კულტურისა. ეს კაცი, რომელიც ეთიმ გურჯი, ეთიმი, ეთიმი, არის ეთიმი, ობოლი, გურჯი, ქართველი, ობოლი ქართველი, მაგრამ ობოლი არ იყო. ის იყო პიროვნება, რომელმაც დიდი ტანჯვა გადაიარა თურქეთიდან, რომელიც თურქები გადასახლებულები იყვნენ თურქეთში, ჩამოვიდნენ აქ. სომხის ხალი მოიყვანა მამამისმა და დაიბადა აქ ჩვენთან თბილისში და დიდი გაჭირვების შემდეგ გააკეთა დიდი ხელოვნური საყარავების შესწავლა. აი აქედან იწყება მისი შემოქმედება, რომელსაც ჰქვია მუსიკალური ეძახებოდა მუსიკალური რითმი, რომელიც გადადის ლექსში. ამიტომ არის მისი ლექსი ყოველთვის მიდის სიმღერისკენ წაგიყვანს. არ ჭირდება იმას სხვა პიროვნება, რომელიც პიროვნებაც ესე იგი დაამუშავებს ლექსს, რომელიც ესე იგი სასიმღეროდ გამოდგეს. ამით ის თქმა მინდა. მე მსახიობი ვარ და ყოველთვის ვცდილობ ესე იგი პოეტის გულში ჩავიხედო, იმიტომ რომ ლექსი თუ ის დამოკიდებაში არჩებოდი გულში, მაშინ ეს არ წავა, არც მაყურებლისკენ და არც მწერლისკენ. მე მავსახლა აქ გრიშაშვილის
ჩადაწერილი, რომელიც ქალბატონმა მაღალან მომაწოდა მე და დავფიქრდა, თუ შეიძლება ჩემეულისთან წყალი არის, რომ მაღალან და აი როგორ აქვს გრიშაშვილის დამშავებული ეს საოცარი კაცის სიმბოლური ნამუშევარი. მართალია ახლა ჩეხოვზეც არის ლაპარაკი, მაგრამ არ შემიძლია მე რომ ეს აწარმოო. მე მიჩეს ახლა წაკითხვა და ამისათვის ცოტა შემიძლია წავიყვა და დიდ ქართველმა პოეტმა გრიშაშვილმა აი ასეთი ნოველას სახით მოგვცა ეს ჩანაწერი. დიდი რუსი მწერალი, მსახიობი და დრამატურგი ჩეხოვი, რომელთანაც მივიდნენ 3 ლამაზი მანდილოსანი, კარგად ჩაცმული და ოთახში აბრეშუმის კაბიშრიალმა და ვარდისწყლის სურნელებმა აასო ოთახი. მასპინძელს წინ ჩამოვსდნენ ქალბატონები და პოლიტიკაზე თვითონ შეყარებულებმა წერას კითხვები დააყარეს. თქვენი აზრით როგორ დასრულდება ეს ომი? ჩეხოვს გაუშვიდა და ალბათ ზავით. კი, რასაკვირველია ზავით, მაგრამ ვინ იქნება გამარჯვებული? ოსმალები თუ ბერძნები? ვინ გაიმარჯვებს? კიდე გავუკვირდით. ვინც ძლიერია? კი, მაგრამ ვინ არის უფრო ძლიერი? ვინც კარგად იკვებება? თქვენ ვინ უფრო გიყვართ? ოსმალები თუ ბერძნები? ჩეხოვმა ალერსიანი გიმილი გადახედა მანდილოს. გაუგიმა და 7 ტონით უპასუხა. შოკოლადი. და რა იქნება დასაძრახისტი თუ მე პოეტი ამ გრანდიოზული ამბების შემდეგ ჩამიკეტები ჩემ ძველ წიგნსაცავებში და ჩემს მეგობრებს უპასუხებ და ვეტყვი ამ შვენიერი მიყვარს თბილისი, სადაც აქ თბილისის შუაგულში წარმოიშვა ახალი ნება. წმინდა წყალი და აქ შეიქმნა ნამდვილი ღვთაებრივი პოეზია და მე შევსვი ეს წყალი ორივე ხელით და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემ ძარღვებში ეს მადლიანი წყალის ჩხრიალი ჩუხჩუხებს. მე თბილისი მიყვარს, მე მიყვარს მისი ყველა კუთხე კუნჭული, მისი ქუჩები წელგაწყვეტილი, მისი აქლების ყელისავით წვრილი ბილიკები. მე მიყვარს თბილისის სახლები მერცხლის ბუდესავით ერთმანეთზე შეწყობილი, თბილისის ყველა კენჭი, ყველა ხის ფურცელი მეტყველია და დღევანდელი დღისათვის
ყველასათვის საჭირო. მე მიყვარს თბილისის ეს ძველი პოეზიის საკვანი, მე მიყვარს თბილისის ეს ბოჰემა და ეს დიდი დარდიმანდის ქალაქი და ჩემი ცხოვრების ეს სიყვარული, ჩემი ქალაქი, დიდი თბილისი. ეს არის ჩემი ჩემო კარგებო. გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქ დაკარგული შენი შვილი დაუბრუნდა საქართველოს ვიცა წყალო ალალო თორმეტი წლის გატანჯული მოვედი თაო წმინდა ბაბა დავითისაო შენ დარაჯო ქალაქ თბილისისაო წმინდა მიწავ უკდამ წერლებისაო მათ საფლავზე საღოცავად მოვედი ჩვენო ციხევ ჩვენო ნარიყალაო საქართველოს ძვინო ყიდრო ძადაო შენი შვილი ორშის ციხე მომალაო სისხლ გამშარალი საღოცავად დიდო ზარო ჩვენი სიონისაო რულისაო ჩვენო მტვარო იონისაო გაწამების საბანაოდ მოვედი ძმანო ჩემო ჰოი ქართლოსისაო გატანჯული ვიცნობთ დიდი ხნისასო გაყიდული ორ პირ მეგობრისაო გამარჯობათ ითემ გურჯი მოვედი უახცენებ ეაკატავში ყველას გალბატონ მაყოლას აი ესეთი მის არამოსათვის მაგრამ მე უკვე ნაშთავადი სიტუაცია გუქის ვაროში რომ უკვე დაწყებული მუშაობა მომენტი რომელიც ესეთი თვითონ ვიშაშვილის გაწარმოებიდან და ეთნოგრაფიის ექსპერტთან ესე იგი მალე საჯაროზე გავა მე ცოტა მაპატია თქოს ცოტა ვეღარაფერი აღდგეს და ცოტა შაქარი მაქაც სტეფორდით სამოს ორგანიზატორს მივხვდით თქვენთან შეხვედრა კალბატონ მანანო გორიშვილს თქვით დიდი მადლობა ეთინგურჯის გასცემა და მადლობას გიხდით თვითონ თქვენგანს დღეს ამ მოგზაურობისთვის და აუცილებლად უნდა ვთქვა დიდი მადლობა დღევანდელი ჩატარებაში ხელშეწყობისთვის საქართველოს მერიას სილამაზის სალონ ნეილაკს და ასევე გამოცემლობა მერას